პროევროპული საპროტესტო აქციებისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. პროკურატურა ზინოვკინასა და გრიბულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდა. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო. მიაჩნიათ, რომ ისინი თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მანდატურებმა მოქალაქეების სასამართლო შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ანასტასია ზინოვკინამ დღეს შიმშილობა გამოაცხადა, როგორც მან სასამართლო პროცესზე თქვა, მას მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს: გაათავისუფლონ ანტონ ჩეჩინი და არტემ გრიბული. ზინოვკინამ ასევე საზოგადოებას ჩეჩინის დახმარებას თხოვა და მოუწოდა არ მისცენ უფლება ის მოკლან, რადგან მძიმე პრობლემას სიმსივნეს ებრძვის. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას თხოვ დაეხმარონ ანტონ ჩეჩინს, რომელსაც მძიმე პრობლემები აქვს. სიმსივნე თავში. ვეჭობ, რომ მედიცინა აქ მას დაეხმარება, მაგრამ ამ მომენტისთვის ისეთ ანტისანიტარიაში იმყოფება, რომ მისი ჯანმრთელობა შეიძლება სწრაფად გაუარესდეს. ნუ მისცემ საშუალებას, რომ მოკლან. მინდა მხარი დავუჭიროთ სხვა პატიმრებს. მივესალმები გიორგი ახობაძეს, ნიკა კაციას, თედო აბრამოვს. გაიხარეთ თავისუფლებით. შესანიშნავი მომენტი იყო ეს. მთელი ციხე ვხარობდით, ფანჯრიდან ერთმანეთს უყვიროდით, ერთმანეთს ვულოცავდით. შეიძლება ითქვას, უკვე სამჯერ გამოვედი თავისუფლებაზე. ვაცხადებ შიმშილობას პატარა მოთხოვნით. გაათავისუფლეთ ანტონ ჩეჩინი და არტემ გრიბული. მე ვიცი, რომ დამღლელი სასამართლო პროცესია და არასასაცილო საცირკო წარმოდგენა. მაპატიეთ, მე რეჟისორი არ ვარ. მე მინდა, რომ ყველა ადამიანმა, ვინც მე მიცნობს, მიაქციონ ყურადღება საქართველოში არსებულ სიტუაციას. თხოვთ, რომ მხარი დაუჭიროთ ახალგაზრდებს რუსთაველზე. ჩვენ ცოცხლები ვართ, იმიტომ რომ მათ ჩვენ ვახსოვართ და ამბობენ ჩვენს სახელებს. დაეხმარეთ ტერორისტების მოშორებაში, რომლებიც გვდევნიან არა მარტო ჩვენ და ჩვენს მეგობრებს, არამედ მთელ ხალხს. მათ უნდათ, რომ დააშინონ და დახოცონ ყველა. გააკეთეთ ეს ჩემი პატივისცემის ნიშნად. მივმართავ ყველას, ვისაც მე ვუყვარვარ. გადაარჩინეთ ამ ქვეყნის და ამ ხალხის მომავალი. მათ ესაჭიროებათ თქვენი მხარში დგომა. ვიცი, რომ ვახსოვარ ბევრ ადამიანს ამ პლანეტაზე, რომელიც არასოდეს ყოფილან საქართველოში. თქვენი მხარდაჭერა თუნდაც შორიდან გამარჯვებისთვის საკმარისი იქნება. ჩემი ისტორია არასოდეს უნდა განმეორდეს. მე წამართვეს შესაძლებლობა, რომ გავაჩინო ბავშვი და სიცოცხლე ვაჩუქო ახალ ადამიანს. ჩემი ბავშვი მინდა იყოს რევოლუცია საქართველოში. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული გასული წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ალფა PVP ამოიღეს. ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახე და ზომად 8-დან 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.